მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომ რატო გვაღიზიანებს, როცა სხვა ადამიანი ჩვენ გვბაძავს. აი, საუბრის მანერაში, ჩვევებში, მიმიკებში, საუბრის სტილში, თუ მანერა ერთად იგივეა მგონი. მე შემემჩნევია მართლა, რომ აი, ახალი მეგობარი თუ მიყავს, მით უმეტეს, რო გავეცნობი, ანუ ვიაზრებ მაინც, რომ აი, იმიტომ რომ მომბაძა ასე გაუცნობიერებლად, რომ მოეწონა ჩემი რაღაც თვისება, მოეწონა ჩემი რაღაც რეაქცია, მაგრამ ანუ გეგონება იდენტობას მოპარავენ. ანუ ეგეთი ის მაქვს რა შეგრძნება და რაც არის ნორმალური შეგრძნება. არავის არ მოიწონება რა თქმა უნდა, რომ აი ვიღაცამ იმენა მართლა გაკოპირებდეს. უბრალოდ თან ვიაზრებ, რომ აი არაკეთებს ცუდის გამო, არაკეთებს სიბოროტის გამო, მაგრამ თან არ მომწონს რა თქმა უნდა და არ ვიცი თქვენ რას ელაპარაკებით თქვენს თავს მაგ მომენტში რა, ანუ როგორ ამშვიდებთ თქვენ თავს. ხო და მე მეხმარება იმის გააზრება, რომ აი ძალით არაკეთებს და თან ანუ მოეწონა რაღაც ჩემი თვისება, რაღაც ჩემი ემოცია, როგორც გამოვხატე და იმეორებს ასე ვთქვათ. ზოგიერთი გაუცნობიერებლად აკეთებს მართლა შემემჩნევია უბრალოდ. აი ვინც არის ხო ეგეთი ხალხი, რომ ვინც აი მართლა გვბაძავს და ესა მისი მიზანი რომ მიკროფონი დაჭდა. Okay, anyways, ანუ ვიცი რომ მართლა ძალიან გაღიზიანებს რა და ანუ ვიცი რომ არის ადამიანი რომელიც იმენა გბაძავს, ანუ მისი მიზანი რომ იბაძოს და ეგ არის საკმაოდ ძნელი მართლა და რა ვიცი, თქვენ როგორ ებრძვით მაგას აგრესიას, იმიტომ რომ ხო არ მოკლავ მართლა ადამიანს, მაგრამ ვიცი რომ აგრესია ჩნდება. დაწერეთ კომენტარებში, თქვენი ისტორიაც თუ გინდათ, დაწერეთ კომენტარებში. უბრალოდ მინდა რომ გაიაზროთ რომ არის ერთი კატეგორია რომელიც იმიტომ რომ მოწონხარ და მაგიტო გბაძავს, მეორე იმიტომ რომ უნდა რომ შენი იყო და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის არის საფრთხე რა, ქვეცნობიერად ფსიქიკისთვის.